ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის ათეულის 4 წარმომადგენელი ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, სერგი გაპანაძე და ირაკლი აბესაძე ქუთაისში პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე პოლიტიკურმა ლიდერებმა პარტიის მიერ წარსულში დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრეს. ნიკა მელიას განმარტებით მათი მიზანია ახალგაზრდებს გააცნონ ახალი სახეები და ის ახალი მიმართულებები თუ ხედვები, რაც პარტიამ შეიმუშავა. ყავდეს გუნდში ახალი სახეები არ ნიშნავს აპრიორი რომ ახალი ხედვები არსებობს. სწორედ აი ამ ახალი ხედვების, ახალი მიმართულებების შესახებ, რომელსაც ჩვენ განვავითარეთ ახალი გუნდის ფარგლებში, აი ამაზე სასაუბროდ ვიყავით შეკრებილი დღეს და ძალიან ვიხარია რომ ესეთი ჯანსაღად მოაზროვნე ახალგაზრდობა არის. ჩვენ დავიწყეთ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებასთან შეხვედრა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ქუთაისში გავეცნოთ ადგილზე იმ კითხვებს, იმ უკმაყოფილებას, რაც დაგროვილი აქ, აუხსნათ როგორი ხედვა გვაქვს ჩვენ შემოვიტანოთ ის ენერგია, რომლითაც მივდივართ თლიანად არჩევნებში. შეხვედრა იყო ძალიან სასიამოვნო, ძალიან საინტერესო, ჩვენ ვიგზელი ძალიან სერიოზული მუხტი და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქუთაისი იქნება სწორედ ის ქალაქი, რომელიც გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. განახლებულ ნაციონალურ მოძრაობას აქვს განახლებული გეგმები, განახლებული წყობრი სტრატეგია ქვეყნის განვითარებასთან და საარჩევნო პერიოდის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ გვექნება და გქონდა ამ თემებთან დაკავშირებით გულთად საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ყველანი ერთი გუნდი, რომლებიც აუცილებლად ოქტომბრის თვეში დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს და ერთიანად დავიწყებთ სვლას სტაბილური, ეკონომიკურად ძლიერი და განვითარებადი საქართველოს.